ადამიანი თავს გრძნობდეს სრულყოფილად, საჭიროა, რომ 7-ვე პრინციპს აკმაყოფილებდეს. ამისათვის კი საჭიროა, რომ ცოლ-ქმარ შორის იყოს როგორც სიყვარული, ისე დათმობა, მოკრძალება ურთიერთობებში. რა თქმა უნდა, დიდ როლს ასრულებს ოჯახში მშვიდობიანი გარემოს დავანებაში თვით ქალის სიბრძნე. მაგალითად, თუ ქალი ასრულებს საუკეთესო დედის დანიშნულებას, მაგრამ ავიწყდება, რომ ის უნდა იყოს არა მარტო დედა, არამედ ცოლიც და ქალიც, რა თქმა უნდა, არ გაუკვირდეს, რომ მის ოჯახში მშვიდობა არ იქნება. ის არ უნდა ხედავდეს მეუღლეში მხოლოდ ოჯახის დამფინანსებელს. ასევე მამაკაციც. თუ მამაკაცი საკუთარ მეუღლეში ხედავს მხოლოდ შვილების დედას და არა ქალს და არა ცოლს, ან კიდევ არ აძლევს მეუღლეს განაყოფიერების საშუალებას, ქალი თავს არასრულყოფილად გრძნობს, რა თქმა უნდა, შვილის გარეშე, ანუ იმ პრინციპის შესრულების გარეშე, რაც მაღლა ვახსენებთ, რასაც ქვია დედა, ემ. მამაკაცი არ უნდა ფიქრობდეს მარტო იმაზე, რომ წავიდეს იმუშაოს, რათა ოჯახი შეინახოს, არამედ საჭიროა, რომ იყოს მამა საკუთარი შვილებისა. როგორც ვხედავთ, აღნიშნული 7 პრინციპიდან რომელიმეს შეუსრულებლობას მუდამ თანსდევს უსიამოვნებები და ოჯახში მშვიდობა ირღვევა უკვე. ჩვენი ბრძენები გვასწავლიან, ოჯახი, სადაც მშვიდობას უფევს, შხინა ისადგურებს მათთანო. წმინდა ენაზე რომ დავაკვირდეთ, იშ, ანუ ქმარი, იწერება ალეფ იუდ შინ, ხოლო იშა, ცოლი, იწერება ალეფ შინ ჰე. რომ დავაკვირდეთ ორივე სიტყვას, ორივეში არის სიტყვა ეშ, ეშ ანუ ცეცხლი და მათში ჩამატებულია გამჩენის წმინდა სახელის ასოები. იუდ და ჰე გვასწავლიან ჩვენი ბრძენები, რომ თუ ცოლ-ქმარ შორის მშვიდობა არაა და ჩხუბია ამ სიტყვებიდან, გამჩენის სახელის ასოები ამოფრინდებიან და რჩება ორივეში მხოლოდ ეშ, ანუ ცეცხლი. ორი ცეცხლი ერთად ხანძარს აჩენს და წვავს გარშემო ყველაფერს, ფერფლავს და ანადგურებს არა მარტო თვით ცოლ-ქმარს, არამედ მათ ახლობლებსაც, ხშირ შემთხვევაში კი პირველ რიგში შვილებს, ხასვეშალომ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადამიანმა საკუთარ თავში უნდა გამოიმუშაოს ზემოთაღნიშნული 7-ვე ასპექტი, რათა იგრძნოს სრულყოფილება, ბედნიერება, რაც აუცილებლად დაასადგურებს მშვიდობას როგორც ყოველი ადამიანის გულში, ასევე ოჯახშიც. დიდ მადლობას